პოლარიზაციის დაძლევის გზა თუ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა უკმაყოფილების და ვნებათაღელვის მიზეზი ხდება მმართველი გუნდის კიდევ ერთი გადაწყვეტილება. შინაგან საქმეთა სამინისტროში ახალი დანაყოფი იქმნება. დაანონსებულმა სამმართველომ საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის შემცველი და შეურაცხმყოფელი კამპანიები უნდა გააკონტროლოს და აგრესიის სამიზნე პირის საჩივრის გარეშეც ყისიერი სამართლებრივი რეაგირება მოახდინოს. რა იგულისხმება რეაგირებაში დღეს არ დაკონკრეტებულა. პრაქტიკულად ახალი სამმართველო იმ საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების ფუნქცია შეითავსებს, რომელიც პარლამენტში ცოტა ხნის წინ მიიღეს. ინიციატივას ხელისუფლება ხელოვნურად თავსმოხვეული პოლარიზაციის დაძლევის და აგრესიული რიტორიკისა თუ საზოგადოებრივი დაპირისპირების წახალისებასთან ბრძოლის არგუმენტით ამართლებს და პირობას დებს, რომ კრიტიკული პოზიციების გამოთქმის უფლება არ დაირღვევა. საპირისპირო მოლოდინი აქვთ ოპონენტებს, ოპოზიცია გადაწყვეტილებას ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაგრძელებად და თავისუფალი აზრის ჩახშობად აცხადებს. მხარეთა არაერთგვაროვანი მოსაზრებები ანა ბროლაძე მოისმინა. სად გადის ზღვარი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებასა და სხვისი პატივისა და ღირსების შელახვას, სიძულვილის ენის გამოყენებასა თუ შუღლის გაღვივებას შორის. ამ ზღვარის გავლებას მოქალაქეებს საკუთარი მორალური კომპასის გარდა მოქმედი კანონმდებლობაც ავალდებულებს. დღეს კი ხელისუფლებამ განაცხადი გააკეთა, რომ არსებული კანონის პროაქტიულად აღსასრულებლად სპეციალურ სამსახურს ქმნის. შესაბამისი სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება და ერთ სამსახურებრივ სტრუქტურაში მოაქცევს შემთხვევებს, როდესაც მოქალაქეები სოციალურ სივრცეებში საჯარო კომუნიკაციისას სხვა მოქალაქეების მიმართ კრიტიკაში კრიტიკის საზღვრებს გასცდებიან. ახალ სამმართველოში საქმის მოკვლევის დასაწყებად დაზარალებულის მიმართვა აღარ იქნება საჭირო. უწყება თავად განსაზღვრავს სავარაუდო კანონდარღვევის ფაქტებს და სასამართლოსაც თავად მიმართავს გადაწყვეტილების მისაღებად. გასცდა თუ არა ადამიანი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციით გარანტირებულ ფარგლებს. Ახლად შექმნილ სამმართველოს ექნება უფლება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევების ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალ დარღვევა ჩაიდინა. მსგავსი პრაქტიკა მოგეხსენებათ მოქმედებს არაერთ ქვეყანაში, მაგალითისათვის შეგვიძლია მოვიტანოთ ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ასე შემდეგ, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები აქტიურად იცავენ საზოგადოებრივ სივრცეს სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიებისაგან. პირველი შემფასებელი ამის იქნება შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის სამმართველო, მაგრამ საბოლოო კრიტიკული შემფასებელი ამის იქნება სასამართლო, ისევე როგორც ჩემს მიერ წეღან ჩამოთვლილ ქვეყნებში ხდება. კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს ადმინისტრაციულ სახთეს ამის გარანტიას გასვით. მაგრამ თუ საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, არა მხოლოდ საქართველოში, საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში პრეცედენტულად გავრცელებული მოსაზრებით ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება, შეურაცხყოფად, შუღლის გამაღვივებელ წინადადება თუ ფრაზად. ამ შემთხვევაში დიახ, მათ შორის შეიძლება ადმინისტრაციული პატიმრობა გამოიყენოს სასამართლომ იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასეთ შუღლის გამაღვივებელ მიმართვას გამოიყენებს კონკრეტული ადამიანის თუ პირთა ჯგუფის მიმართ და ეს პრეცედენტები უკვე გვაქვს. რადგან საკითხი მგრძნობიარია, საზოგადოებაში შეკითხვები რომ არ გაჩნდეს, ხელისუფლება განმარტავს მათი გადაწყვეტილება საერთაშორისო პრაქტიკას და იმ ქვეყნების რეგულაციებს დაეყრდნობა, სადაც სიძულვილის ენის შეზღუდვა საკანონმდებლო დონეზე მოქმედებს. ასეთი კი ევროპაში მრავლადაა, განსაკუთრებით მკაცრად კი ბრიტანეთში, გერმანიასა და საფრანგეთში. შინაგან საქმეთა სამინისტრო იხელმძღვანელებს ევროპის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოს განმარტებებითაც. ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რაიმე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ამავდროულად ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის გამართლების საფუძველი. დავადგინოთ სწორი პრაქტიკა საიმისოდ, რომ სწორი ზღვარი გაივლოს ადამიანის უფლებებს, მათ შორის სიტყვის და გამოხატვის თავისუფლებას და შეურაცხყოფას, შუღლის გამაღვივებელ სიტყვებს, ფრაზებს თუ ამგვარი ბრჭყალებში, ამ შემთხვევაში უკვე ამგვარი გამოხატვის ფორმებს შორის. მოვიტანთ პრაქტიკას, რომ ბრიტანეთში მაგალითად პირობითად ავიღოთ მიათედი შეურაცხყოფისათვის მკაცრი სანქცია გამოიყენა სასამართლომ და 10-ჯერ მეტი შეურაცხყოფისათვის ისინი გააპროტესტებენ მკაცრად
რაღაცას, აქ ჩვენ დავარწმუნებთ საზოგადოებას, ისინი არაზროს დარწმუნდებიან ამ სიმართლეში, დარწმუნდებიან შეიძლება შინაგანად, მაგრამ საჯაროდ ამას არაზროს აღიარებენ. ის საკანონმდებლო ბაზა, რაც დღეს არსებობს საქართველოში და მოქმედებს, სულ შესაბამისობაშია როგორც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის მოთხოვნებთან, ასევე საერთაშორისო სტანდარტებთან. და რას ამბობს ევროპული სასამართლო? თავარი სტანდარტი არის ის, რომ ადამიანს, რა თქმა უნდა, აქვს აზრის და თავის შეხედულებების გამოხატვის უფლება, მაგრამ ეს უნდა იყოს, ეს არ უნდა გადავიდეს პიროვნულ შეურაცხყოფებში, ეს არ უნდა გადავიდეს ადამიანის ღირსების შელახვაში, ეს არ უნდა გადავიდეს სიძულვილის და შურის და სხვა ასე ვთქვათ აკრძალული ქმედებებში, ხო? ამ შემთხვევაში ეს ქმედებები დასჯადია, ჩვენ შემთხვევაში ეს ისჯება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი ნორმებით, არის ეს წვრილმანი ხულიგნობა, თუ ვთქვათ პიროვნული შეურაცხყოფა, იგივე იქნება ეს საჯარო მოხელეებზე, პოლიტიკური თანამდებობის პირებზე, პოლიციელებზე და სხვა სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებზე. ზოგ შემთხვევაში არის რომ ვთქვათ თუ კი მუხარას აქვს ადგილის ცოცხლის მოსპობის და ასე დროს რეალური საფრთხე არსებობს, ბუნებრივია სისხლის სამართლის დანაშაულია, ან თუ კი ეთნიკური, რელიგიური, კუთხური შუღლის ჩამოგდებას ემსახურება და ეს არის საჯაროდ მოწოდება, ეს საერთოდ სისხლის სამართლის დანაშაულია. ასეთი ტიპის ქმედებები ჩვენი კანონმდებლობაში გაწერილია. ის, რასაც ხელისუფლება დებატებსა თუ დისკუსიაში აზრის გამოხატვის კულტურული პრაქტიკის დამკვიდრების მცდელობით ხსნის, კრიტიკოსებისთვის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მორიგ ნაბიჯად აღიქმება. ოპოზიცია მართულ გუნდს სიძულვილის ენის გამოყენებაში თავად სდებს ბრალს. ქართული ოცნება დგას იმ სიძულვილის ენაზე და საკუთარი ოპონენტების დემონიზებაზე და ზოგადად ამ უკვე 14 წლიან პრაქტიკაზე, რომ ვინც მათ არ ეთანხმებათ, ყველას დეჰუმანიზაცია და დემონიზება ხდება პროპაგანდის ყველა საშუალებით. ამას თუ შეწყვეტენ, რა თქმა უნდა, რაღაცა შინაარსი ექნება ამ ინიციატივას. მიზანი არის, რომ ოპონენტებზე კონდეთ დამატებითი არადემოკრატიული ბერკეტი რაღაცა ზეწოლის და რაღაცა დაშინების. ეს არის მთავარი მიზანი. სიტყვის გამოხატვის თავისუფლება არის ფუნდამენტური უფლება ჩვენი მოქალაქეების და მისი შეზღუდვა და მარწუხებში მოქცევა ახასიათებს მხოლოდ დიქტატორულ და ავტოკრატულ რეჟიმებში. ცოტა ირონიულია ამ წყებას რო ქმნის ის ძალა, რომელმაც დანერგა ქვეყანაში სიძულვილის ენა, იმიტომ რომ გავიხსენოთ აქციების განმავლობაში როგორ ურეკავდნენ ხალხს და როგორ აგინებდნენ და ეს ადამიანი არის ყოფილი სუსის უფროსი და ამ პერიოდში გამოიძია თუ არა ის დანაშაულები, რომლებიც ბავშვების მიმართ, დედების მიმართ და აქციის მონაწილე ახალგაზრდების მიმართ მიმდინარეობდა და ის გინებები და ლანძღვები, რომლებიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა, ამის შესახებ თუ აპირებს გამოძიების ჩატარებას. ოცნება აკეთებს ყველაფერს იმისათვის, რომ შეზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლით გარანტირებული სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება, აზრის გამოხატვის თავისუფლება. ამიტომ ცხადია, რომ ეს ნაბიჯი შესაძლოა ასევე უკავშირდებოდეს მორიგ თავდასხმას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებაზე და მე არ ვიცი რა შეიძლება იყოს შემდგომი ნაბიჯი. საერთოდ გაუქმება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თუ ირანის მსგავსად ეგრეთ წოდებული მორალური პოლიციის შექმნა. მართველი გუნდი იმედს იტოვებს, რომ პარლამენტის მიერ აქამდე მიღებული და ისედაც მოქმედი კანონის ეფექტურად აქტიულ რეჟიმში აღსასრულებლად სპეციალური სამმართველოს შექმნა საზოგადოებაში არსებული დაძაბულობის შემცირებას ხელს შეუწყობს. სიძულვილის ენის დაძლევას ხელისუფლება ეროვნული მნიშვნელობის ამოცანად სახავს. ყველა ხედავთ, რომ არის ჩვენს ქვეყანაში პოლარიზაციის ხელოვნურად თავისმოხვევის მცდელობა და ეს მცდელობა დიდწილად წარმატებულიც არის სამწუხაროდ. ხდება სიძულვილის დათესვა, ეს არის მარტო საქართველოს პრობლემა, ასეთ ტენდენციებს ვხედავთ ჩვენ სხვადასხვა ქვეყანაში, მრავალ ქვეყანაში, სადაც ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის საფუძველზე ცდილობენ, რომ მაქსიმალურად დათესონ საზოგადოებებში სიძულვილი. ამას ჩვენ რა თქმა უნდა დაუპირისპირდეთ, ეს არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა. ჩვენ უნდა დაუპირისპირდეთ სიძულვილს იმისათვის, რომ გაერთიანდეს ჩვენი საზოგადოება. ხო, საზოგადოების ერთიანობა არის ეროვნული მნიშვნელობის ამოცანა ბუნებრივია ჩვენთვის და მას შეიძლება შესაბამისი მექანიზმები. სიძულვილის და ზიზღის ენა ეს არ არის მხოლოდ ესთეტიკის საკითხი, არ არის მხოლოდ რაღაც ემოციების საკითხი, ეს არის სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ამ მეთოდს იყენებენ უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების ციგნებიდან გადმოწერით, იყენებენ ჩვენი ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენად, საზოგადოებაში დაბნეულობის შესატანად და საზოგადოებაში ადამიანების ერთმანეთის წასაკიდებლად. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ პროაქტიულად თავის ხელში აიღოს ამ ჩვენ ქვეყანაზე ამგვარი ინსტრუმენტების გამოყენებისთვის ხელის შეშლა. წარმოუდგენელი რამ ხდება სოციალურ ქსელებში, ეს
შეურაცხმყოფელი სტატუსები, განცხადებები, წარმოუდგენელია. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი უნდა დარეგულირდეს. ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს. შეიძლება ხა ვიღაცა არ უყვარდეს, გააკრიტიკოს, მაგრამ კრიტიკა და შეურაცხყოფა არის აბსოლუტურად ორი განსხვავებული მიმართულება. და არავის არ აქვს უფლება, რომ ერთ კონკრეტულ ადამიანს მეორემ მიაყენოს შეურაცხყოფა. და ამას აქვს სისტემატური ხასიათი და ესეც ხო გასაგებია ხა საიდან მოდის და როგორ ხდება ამ ყველაფრის მართვა. შესაბამისად ამ ყველაფრის დარეგულირება ვფიქრობ არის ძალიან მნიშვნელოვანი. სიძულვილის ენის გამოყენება თითქმის ყველა ევროპულ ქვეყანაში სხვადასხვა კანონით, ზოგან სისხლის სამართლის კოდექსითაც არის რეგულირებული. საჯარო მოხელეებსა და პოლიციელებს შეურაცხყოფისგან განსაკუთრებულად იცავს საფრანგეთის, ბელგიის, შვედეთისა და დანიის კანონმდებლობა. მაგალითად, იტალიაში პრემიერმა ჯორჯია მელონიმ 2023 წლის ოქტომბერში რომის სისხლის სამართლის სასამართლოში ჟურნალისტს დავა მოუგო იმის გამო, რომ მან მაღალჩინოსანს ეთერში ნაბიჯვარი უწოდა. გერმანიის პოლიციამ კი სისხლის სამართლის საქმე აღძრა იმ მოქალაქის წინააღმდეგ, რომელმაც კანცლერი Facebook-ის გვერდზე დატოვებულ კომენტარში პინოქიოდ მოიხსენია. გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლით პოლიტიკური ფიგურების შეურაცხყოფისთვის ან ცილის წამებისთვის 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. სიძულვილის ენის რეგულირების მხრივ გერმანიის მსგავსად მკაცრი კანონმდებლობა აქვს ესპანეთსა და ბრიტანეთს. ცილის წამება შეურაცხყოფა რეგულაციის ქვეშ ექცევა უნგრეთში, ნორვეგიასა და საბერძნეთშიც.